ამის შემდეგ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს და 12-იც მასთან იყო. ასევე ზოგი დედაკაციც, რომელიც განიკურნე ნავის სულებისა და სნეულებებისაგან, მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგან 7 ეშმაკი განვიდა. იოანა, ჰეროდეს გამგებლის ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით. როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ყველა ქალაქის მცხოვრები მიეახნენ, მან დაიწყო იგავით ლაპარაკი. გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზასთან დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს. ზოგი კლდეზე დავარდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივი აკლდა. ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო. ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და 100 მაგი ნაყოფი გამოიღო. ეს თქვა და დაიძახა. ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა ეს იგავი. მან თქვა: თქვენ მოგეცათ იცოდეთ ღვთის სასუფეველის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცა ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. ეს იგავი კი ამას ნიშნავს, ის თესლი ღვთის სიტყვა. გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმის, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ მათ არ იწამონ და არ გადარჩნენ. ესენი კი კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არ აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს ამთ, განსაცდელი ჟამს კი განდგებიან. ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინია, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აშთობენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება. ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს. არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლ ქვეშ დადოს. არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს. ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ. ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც გონია, რომ აქვს. მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ახლოს ვერ მივიდნენ ხალხის გამო. შეატყობინეს მას. დედა შენი და შენი ძმები გარეთ განან, შენი ნახვას ურთ. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჩემი დედა და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.